სიგრილია. სიგრილი აქვს. ო. ხალხმა შევიკრა როგორ ხართ? გამარჯობათ, როგორ ახართ? გისალმებით. როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი დაახარე? კონფეტი გახსენდა. ახლა ჩაყარვა ის კონფეტი და წავიღო იქით. რა გადნება აი? ზოგადად. მოწეში რა ჩავდო. ნება. სიცრიალა. რა ხდება თქვენსკენ კარგი დაახალი? ჩვენსკენ ძველებურად მოვიარეთ აღდგომა, გავითენეთ. ჩვეულებრივად როგორც წესია. ხო. საფლავზეც გავედით გუშინ. იქ არ გადამიღია. და რატო არ გადავიღე არ ვიცი. გავედით ხალხო და მე ამიტყდა ცემინება, ალერგია, მომცა, როგორც ყოველთვის. Okay. ძილსოჭო. ეს ტუჩი სამტკივა აი. რატო? აი ეს სუნტკია ეს ხარ. რა გაქვს ვერ გავიგე რა გადაგემარ. აი. ტკივა აი გაჭრილი თამაქ აქ აი აღარ გილას. შიგნიდან ხო? ხო. ისე ტკივა სუსმალე. სოდამ ხო არ დაგიჭო. და კიდე სოდა დაიყარა ოსე მეუნები. სოდამ დაგიჭო ეთყობა. სოდა პირიქით იმასაც წვავს კანს. რა ვიცი. შეიძლება. რო ვილებდი. ხო. თან ბევრს უშვებოდი ზოგი და ოთხეში ბალიში დავიყუდები რა. ამოვიდა ხალხო ისე დავიღალე ამ აღდგომების სამზადისში. ისე დავიღალე რომ აი გატოკების თავიც აღარ მქონდა. ხვალე კიდე აქ მივალაგებ, მოვალაგებ აი დავასუფთავებ აქაობას და მე თემოქოითეზო გავთიბო. ცოტა. ეზო, დილას უკან არ დამჯდა რომ სამზარეულო გუშინ არ მიმილაგებია. სტუმრებიც ყვავდნენ. და ის არის მარტო ჭურჭელი დავრეცხე და გამოვგავი, მარტო არ მომიწმენდი არაფერი. დღეს კაპიტალურად დავალაგე ყველაფერი აბსოლუტურად, გულიანად. მართლა. რომ ის იყო, არ ვიყოთ. და ხვალე კიდე დავიღალი სარეცხიც დავრეცხე, დავფინე, დავასუფთავე და დავიღალი ხალხო ახლა ხვალე კიდე ამას გავაკეთებ და ნელ-ნელა გავაკეთებ ყველაფერს უკვე დავიღალე. გადამღალა მიმა რა ქვია. აღდგომის სამზადისმა. ხო, ნამიტანი დავიღალე, ბევრი იყო და სულ მარტო მე ვაკეთებ. ეს ტყუილა დევს აქ. ხო, მარტო მე ვაკეთებ ამდენ რაღაცას და ძნელი. აი პასკებიც კიდე სამი პასკა არის, თუ ორი. სამია მგონი. სამი? ხო. რა აი პასკები ვერ შეიჭამა. აი ეს პასკა პანეტონია? არა, პანეტონი, პანეა ეგა. პანე? ხო. პანეტონი სად იყო? შინოთ პანეტონიც იყო იქ, ლიბრეში. იყო? პანეტონი იტალიურია. იტალიანო pane, pasca. ეგ საშობაოა წეს უფრო ვიდრე იმას არა ქვია, სააღდგომო. არა, აღდგომასაც იციან ეტყობა.
აქ თუ არის პასკები არის ციან. აბა რო დედამის პასკები ის გამოუგზავნა. კრაფინია. არა პასკები ვით არის პანეტონი. ვინ გამოიძა? მაიკოს ის რო არის რა ქვია. ჯვრის ფორმის ისინი რა ქვია პასკები. ჯვრის ფორმის? ვალა. აი ცი როგორი იყო? აი ასე. ხო. მე ასე და მე ასე. ურე აი ასე. ასეთ იქნებოდა, აი. ესე, ესე, ესე და ესე. და კიდე მგვალი ზემოდან. ეგეთი ფორმის. ოღონ ზემოდან თხილები ქონდა და ისინი რა ქვია. თხილი, კაკალი და ის ნუში. და ტკბილი. ეგ სხვანაირი რაღაცა. ტკბილია ძალიან. ტკბილია ურავი თვითონ ამბობდა. მაგრამ ჩვენი პასკა ჯობია ეტყობა, გემოთი ჩვენი ჯობია ეტყობა. სხვა გემოსია ჩვენი უფრო. და იტალიაში კიდე კრაფინები იციან. ხო, რა ვიცი, კრაფინები რა არის, არ ვიცი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პასკის ცომი იზილება, მე ამას გუნდას რო აიღებენ, შუაზე გაჭრიან. ეს დაახვევენ. გაჭრიან შუაზე და მე იმას ზემოდან დაადევენ კიდე. რომ გაჭრილს. ესე ხო იმასია, რა ქვია, გაარტყელებ. ცომი, ხომ გუნდას ხომ მოაცნით. კვიცო ჩვეულებრივი პასკის ცომს. ესე გაარტყელებ, იმას იზავ, გააგრძელებ, დაახო. გვარი. და მე ზემოდან დაადებ კიდე იმ დახვეულს და ესეთი რაღაცნაირი გამოდის. ხო. ისა შეიძლება პასკა, აი კვირა ცხოვრობა შეიძლება იყიდო ცოტა მაინც გამოაცხო. აი ეგეთი სტილის რაღაც. ის არა მაქვს ფორმა თუ არა, ბისკვიტივით კი შეიძლება გამოაცხო და ჩააცხა ფორმაში. კექსის ფორმა. ხო. არ გამომიჩხია პასკები ხარხნო პასკების თავიც აღარ მქონდა. ნამდვილად. აი ელემენტარული სიტყვაზე მარტო პასკას რო აკეთებდე და ტკბილეულს აკეთებდე, კიდე მწამს გააკეთებ, მაგრამ აი ყველაფერი რო შინ გასაკეთებელია ძალიან რთული. სხვათა შორის ზოგი არ აკეთებს საერთოდ. საჭმელებს. არა. პასკა კვერცხის ანთელი. ხო. პასკა კვერცხის ანთელი და ეგ უკვე კეიფია რო გაშლის უფრას და კეიფობ, ეგ უკვე კეიფია. კიდე რაღაცა გავაკეთე. სასიერ მაცივარი. ადგილში სასიარი მაცივარი ადგილი აღარ არის. არ შედის ადგილში რომ რაღაცა შევიდეს. ახალწელზეც ქვეყანა რაღაცა გაკეთებ ხოლმე და არ იჭმევა მე. ახლა სულ არ მინდა მე ისაჭმელები ნამდვილად. წეგანამ წონილი შევჭამე ხალხო ის რა ქვია? წიწვატი და ერთი ცალი პომიდორი და პატარა კიტრია მხელა და კიდე რა შევჭამე, ნავცხარი შევჭამე, ორი ნაჭერი და ისიც გიორგის ვაძლებდი, ახლა გიო მეთქი მომსუყა თქო. არ მინდაოდა ისევ მე შევჭამე გადაგდებას. თუ არ იჭმება ხალხო და იფუჭდება ტყუილა რა. ახლა ივაშსაც წავიღე მაცივარში ჩავდებ თუ დალპება. რაიმე, რა არის აქ ავას? ოკეი. რა მოიცი? მე რა ვიცი. დღეს ჩავიცი, არა ქონდა წიღა. რა, ხარფერი არა. როგორ არა, რაღაცა უსვია. აუშავს. პომიდორის ის მომეცხვეთყობა. ზაღარ უჭრიდი. პომიდორის ჭამე? ხინკალით ჭამე, ისე ჭამე, გაჩეჩილის და პომიდორიც. ვიცი ყველაფერი ერთად აურია, აჯაბ სანდალია. და მივიღე აჯაბ სანდალი ხალხო. ეხა წები 20 კონფეტი მოვიცი, ერთი ამფერი. ერთი ესეთი და ერთი ვარდისფერი, ერთი ლურჯი და ერთი ის რა ქვია. თეთრი ხო გინდა? ხო, აი წათეთროვანი. აი. ხო, 1 2 3.
აი ყავისფერი არ მინდა. სამიცი წავიღო. სხვათა შორის ის კამფეტი მე არ მომწონს. გემოთი გაია. გასახსნელად არის ცუდი. კოიცხები. კოიცხებს იქითა გოგასატანი მოცეორში უნდა ჩავდო. თური გაფუჭდება. რასთვის აუგებავთ ამდენი? ჰა? 30 კოიცხი შეუგებე და. აი პასკა კიდე არის ურცალი, ერთი მდლიანია გაუჭრელი. გასული ჩაცაკ. აკამას. მე გასახსენი, მე გაჭა. იქი წავიღოთ რა დედა რა. ხო. მე გავზიდოთ. ჰა? გავზიდოთ იქით და აქეთ გამოსვლა გადამჭირდება რა გადი გამოვიდე. პასკა აი უყურე იმასაც გაზდის. ესეც მინდა ჩავზიდო. ერთი დღე. ხო. ერთი დღე მე და შენ გადავიდიოთ და ჩავზიდოთ. აი ძალიან სიცხე რო არ იქნება. თორე რაღაცა გაჩდება აქა. კი და გამოძრება იგრაი პატარა ისა აქ ნახორეთი იმას. შემოძრებაში გიქ. ვიც ამადგენი სენტიო. უმას ვაფლიეხ. ხო. რა ვიცი, ჩემი კვილის ამბავი ხალხო ისევე ისეა. ტკივა ხოლმე. აი ნორმალურად ვერ გვეჭავს საჭმელს. მისასვლელი ვარ იმასთან. სტომატოლოგთან. ხო. მოვანახლავე. საჭირო თახში მინდა. მოვალ ხალხო. მალე მოხარ? უბრალოდ. გიო წყალი წავოიყოლე რა. თიხაჩო. ხო. ხოდა ეგრეა ჩვენი საქმე. დაუბურკება. აქაც მოვალაგებ და ბევრი კი არაფერი მაქვს, უბრალოდ მტრები მაქვს დასაწველი და გამოსაკველი. ხვალე ვიზა მაგას. მე ქვევი ჩავქუსლა იმას ვქნი. დაღლილი ვარ ისე რომ არაფიცავი არა მაგ. წეღანა მდივანზე მივიჯექი და მიმძინებია. მიძინება თითქოს რაღაცნაირად. აკაია. ენ მარწყვიანია. მარწყვიანი. დღეს ყავა არა მაქვს ხალხო დალეული შეერთოთ. სახში არასვამენ ჩემი ყავს და მარტო კიდე მეზარება. ερμეზარი ბარნუყას მარტო ყავს დანება. მარტო მე დავჭიდე და დავლიო. თუ პარტნიორი არ ყავს ვინმე. თქვენთან ერთად კი დავლედ, მაგრამ არ ჩართო გიორგი კამერა თქვენთან ერთად დამელია ყავა. კამერა. გადავედით სასაფლაოზე ხალხო. ისინი რა ქვია ციგნები თუ რა ქვია მაგათ რო არიან იმათ გავშალეთ სუფრა არაფერი არ გვიჭამია ჯერ ეგეთი იქ ვერაფერს ვერ ავჭამ რომ გადავდივარ ძალიან მოქმედებს ჩემს კიდე რომ გადმოვდივარ სულ განადგურებული ვარ და ის არის
რაც რამე საჭმელი გქონდა წაღებული. ქათმის ხორცი გქონდა, კატლეტი გქონდა, ბლინჩიკები გქონდა წაღებული. კიდე რა მქონდა? ვინეგრეტი მქონდა წაღებული. გაჩეჩილი სალათი, ქათმის სალათი. კიდე რა? ტკბილი, კვასკა, კვერცხი, ნამცხვარი, ლიმონათი. კიდე რა? კიდე რა მქონდა? რაღაცა მქონდა კიდე. ისა რა ქვია? ვაშლი, მანდარინი, პორტოხალი, კივი. რა ვიცი, კიდე ბევრი რაღაც არ წავიღე, სოკო არ წავიღე კიდე. ბლინჩიკები წავიღე ხორცის. და ყველაფერი იმათ მივეცით. რა ქვია? რა ქვია ციგნებს ხო გიორგი? რა? ახლომას. რა ახდო? გუში, ყველაფერი ციგნებს მივეცით. გუში ხო? საწყალი ბავშვები მოდიოდნენ და შეგვეცოდნენ. და საჩმელი არ გინდა რა გაქვს საჩმელი? საჩმელი მინდა საჩმელი. ციგნები გიორგი ხა ეს რომ გაზიან წყალად იქცეს რა გაიქნა. არ შეიძლება წავიდე. საწაკო. და გიმანდერ გვერდზე რა უშ. სადა და დიოზე დადირა სული კი არ არის. ხო და ყველაფერი მათ მივეცი. მე ერთი მოვიდა აღარაფერი აღარ მქონდა სუფრაზე გაუყავით ყველას. ყველას ერთი ბავშვი თუ მივეცით და. 4 ბავშვი მოვიდა და მეხუთე რომ მოვიდა აღარ მქონდა საჩვენი. მინდა უნდა გიორგი უნდა ფული მიცა გიორგი. 5 ლარიანი მივეცი. შეეცოდა გიორგის ისიც და მიცა რომ აღარაფერი იყო. დაჟე სასაფლაოზე რო კვერცხები და ისინი დავალაგეთ ხო იმეებსაც კი კრებავდნენ წაიღეს. ტყუილა თაგვების და იმის შეჭმას კატების და რაღაცების კატა მაინც მივიდოდა და. კატა ძაღლი გადავული ზედ. კატა მივიდოდა როგორ არა? ხო და ტყუილა იმათ რა ქვია რაღაცების შესაჭმელად მეთქი მივცენ ყველაფერს. ცარიელები გადმოვედით იქიდან. მარტო თებში და ის წარმოვეყე რა ქვია კონტეინერები. ჩვენც გადმოვედით და მე დავრეცხის მე ჩამეძინა ხალხო. კონტეინერები და ისინი დავასუფთავე. ცოტა ხანი დავისვენე მე კიდე და მე მოგვიდნენ სტუმრები. ჩამეძინა ხალხო. ხო ეძინა გიორგის. ვერც ვერაფერი ვერ გავიგებრის მოვიდნენ. მოვიდა ჩიმეინი რათესა ჩემი მეუღლის გიორგის მამიდაშვილი. ხო და ვერაფერი ვერ გავიგებრის მოვიდა. მოვიდა მე თავის ქმარიც მოვიდა სამსახურიდან. ხო. მოვიდნენ თავის ბიჭიც იყო. ხო ისეთ და კარგი იყო მართლა მართლა ლიზის არის ხო? ლიზი ხო უნდა წასულიყო. ხო უნდა წასულიყვნენ. ხო ის ქონდა რა ქვია სურათი. ხო და ის არის რა ქვია. ხო და დავედით და ვიქეიფეთ კოხტათ ღამე და კოხტათ ვიყავით ლამაზად აიღავით და ვილაპარაკეთ ვისაუბრეთ და ასე მივირთვით და გუშინ ის არ დამიდია ახალი ვიდეო არ გადამიღია გუშინ წინდელი ვიდეო დავდე რა კვირის იმის გამოცხობა რა ქვია ხაჭაპურების ო გუშინ აღარ მქონდა თავი გადაღების გუშინ ის მიდოდა გადაღება რა ქვია ვითომ გადავიღებ თქო სასაფლაოზე თქო და ეგეც თუ დამავიწყდა და გავიწყდა ვერ გადაიღე იგი უცბად მალე წამოვედით აღარაფერი დაგვიტოვეს სუფრაზე ხო და შეჭამეს იბარღება ვერაფერი ვერ ჭამე დაგვახტეს სულ ორი ცალი ისა იყო ბლინი გიორგი ორი ბლინი შევჭამე ერთი კატლეტი შევჭამე და დანარჩენი იმაცა დანარჩენი წაიღეს
კარტოფილი ისინი ხაჭაპურები. ხო. იმათ წაიღეს. თან შეერი წავედი აქედან. ჯერგეთი იქ ჭამა არ გიყვარს ჩვენს ერთად, მაგრამ კამფეტებიც იმათ მივეცით, რაც რამე იყო. წავიდნენ მე მიირთვეს. ევათო. ჯერ საწავდნენ ქვეყნი მთელი იმას მოივლიდნენ სასაფლაოზე, მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. და მე დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ. იქ თევზი გქონდა კიდე წახებული. ფარავარი ჯიპით მოვიდა იქით. იგოგო. ის ჯიპი იყო, იმათი იყო, ნაცრისფერი. იქით ნაცრისფერი არა. აბა. იქით გააჩერეს. იქით მხარეს სასაფლაოებიდან მოშორებით. ბოლოში? ხო, ბოლოში. მათ გააჩერეს შავი ჯიპი. და ის გოგო რომ მოვიდა შილაკი რო ეკეთა. ოქროები რო ეკეთა. ეგ იჯდა რულს. ოქროი ქონა. რაღაცა თქვა იმან რუსულად ვერ გავიგე. იმანა თქვა რომ ფეხმძიმეთ არისო. ეს და კიდე მოგვეციო. ცოტა კიდე მოგვეციო. ბირიმინო? ხო, იგი გავიგე რაღაცა და აღარა მქონდა რაღა უნდა მივიცა. ცოტა კიდე მოგვეციო. მე რა ფეხმძიმეთ რო არისო შო. მე რა ფეხმძიმეთ რო არის რაღაცე დაყავ. ის არის და საერთოდ იცი რა იციან, მაგათ ძალიან პატარები თხოვდებიან გიორგი. ხო. და მალევე აჩენენ შვილებს. ხო, ეგეთი პატარები თხოვდებიან, ხო, ვიცი. ერთმანეთში ერენას მგონია დარეულები, რა ვიცი, მერანაირად არის. და რა ენაზე ლაპარაკობენ ხალხო, რა უცნაური ენა აქვთ. თავისი ენა აქვთ რაღაცა. აწინკნურ ენაზე ლაპარაკობენ. ჰა? აწინკნური ქვია მაგათ ენას. აწინკნური. მაგათ ენაზე ქვია, ვერა ვიცი. რა ქვია? აწინკნური. ეგრე ქვია. რაღაც უცნაური ენა, რა ვიცი. აწინკნური რაღა ჯანდაბა. ხო და ეგრე რა ვიცი, აბა. ეგრე ვიყავით. მივედით, მოვედით. აქედან ტაქსით წავედით, იქიდან ტაქსით წამოვედით. ის არის რა ქვია 10 ლარი გადავაფშვნიტეთ ტაქსს. ხო, 15 ლარი მივაფშვნით. არა, 10. 10. 5 იქიდან 5 5 აქედან. აქედან 5 იქიდან, ხო. ხო, 10. ის არის რა ქვია. თურმე ინდოეთიდან ყოფილან ეგენი წარმოშობით. რა იცი? გუშინ იმაში ვნახე რა ქვია, Google-ში წავიკითხე. წერია. გაინტერესებდა რა. ხო, მაინტერესებდა სადაურები იყვნენ, საიდან იყვნენ ზოგადად. სულ ყველა იქიდან არიან. ხო, ინდოეთიდან არიან წარმოშობით და მსოფლიოში არიან გაფანტულები. ეგრე ეწერა და რამდენად მართალია და რამდენად ის არის, არ ვიცი. თუმცა სხვა იქაც არიან ბოშები. ცანა. ინდოეთში. ჩვენ ციგნებს ვეძახით, მაგრამ ეგენი არიან ბოშები. ბოშები და მაგათ აი გარე მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან რა. ეწეოდნენ ადრე. დღეს აქ არიან ხვალ კიდე სხვაგან წავლენ ისე და ასე. მაგრამ ეხლა უკვე აღარ არის. იცი როგორ იყვნენ ადრე? ეხლა აღარ არიან ეგრე. ადრე როგორ იყვნენ? მაგალითად მოვიდოდნენ აქ. მოვიდოდნენ აქ. მერე რამდენიმე დღის შემდეგ წავიდნენ სხვაგან დაბანაკდებოდნენ. ეგრე არიან, ხო, მართალია. ხო და ეგრე იყვნენ. ზოგადად ეგრე. თქვენ დაწერეთ აბა კომენტარებში როგორი აღდგომეთ, როგორ ჩაატარეთ. როგორი აღდგომები გქონდათ ხალხო, დაგვიწერეთ კომენტარებში. როგორ ჩაატარეთ, რა ხდებოდა, როგორ იყავით, დალიეთ, მისთვით, ჭამეთ, სვით, თუ რა ქენით. პივა დავლიეთ. ჩვენ მაგრამ მომთენშა პივა ერთი ბავშვი. ეგ მოგთიშაკე, თუ გუში რატო დამეძინა ხალხო. ორნაბიჯი იყიდება ხოლმე კოქტეილი, იმაშიც არის რა ქვია, ლიბრეში. კოქტეილი იყიდება სხვადასხვა დასახელების ბოთლშია. ხო და ის დავლია ხალხო. ხო და მიმთიშა იმან. რაღაცა იგუნებაზე დამაყენა და იმასაკნა რა ქვია, მიმთიშა. დაგაძინა. დამაძინა. კევიქიშა და დაგაძინა უბრალოდ. თუ მითიშვა რანაირია, მითიშვა არის ასე რომ ვეღარ დადიხა და გემერიელად მეძინა. მე გამომეღვიძა. დამხვდა სტუმარი. სტუმრები. არა, ჯერ ერთი სტუმარი და ხო, სტუმარი მე დამხვდა. მოიმატა და მოიმატა.
მე მაღაზიაში წავედი, ის მინდოდა რა ქვია, საწებელით მოტანა კეჩუპის. კეჩუპი არ იყო მაღაზია, ამეშალა ნერვები, მოვიდა მოვიდი სახლში უკან. სისუმძრე შეჭამდი ახლა დიდი სიამოვნებით და ნაბიღლავს სხვა არაფერი არ მინდა აღარაფერს აღარ შეჭამ ხვალდილამდე 12-მდე ისე ვარ გაყეყილი რა აღარ შემიძლი ახლა იქნება 5 აჰა 6 დაიწყებოდა და აღარ მინდა აღარაფერი ის პორტოხალი დავჭრა მე თუ არა თუ ცალიღა გონი რა ვიცი გონი ხო საჭმელები შეიტაგა მარტო იმდენი ხაჭაპურები და კარტოფილიანები მაქვს რა ვიცი ხო ყველაზე ბოლოს ეგ შეჭრა მგონი იმის აღდგომის ღამეს კვირას წვინდა საღამოს დაწვინდა გემრიელად მეთქი მე ხვალეც გუშინაც წვიმა იქნებოდა მაგრამ არ იყო ხანდახან წამოისწრდი და წეგან ქუხდა ო რა ვიცი ისე უარესდება ამიდევიო და რა ვიცი რა მონი ვერ გავიგე ვერაფერი ვერ გავიგე ზოგი იმას ლაპარაკობს ზოგი იმას ვერაფერი ვერ გავიგე უკვე წვიმები იქნებაო და ოღონ ტემპერატურები აღარ დაიწევა დაბლა ფეჩი აღარ დაგჭირდება სითბო ფეჩი აღარ გინდა ეხლა მაისი მოდის ო მაგრამ მაინც რა მაისში რა სიცი არ ყოფილა მე ფეჩი რადგინდა ისეთი სიცივე არ იქნება როგორც ანტარშია ისე რა არის ხალხო ზამთარში სითბო გინდა ზაფხულში სიცივე სიგრილე რა არის ცხოვრება ამიდის მოდის მართალია წუთი სოფელი ერთი სწრაფად მიდის აი ამ ხელა წუთი სოფელი გვაქვს აი იმ ხელა ცხოვრება სინათლეს გავს აი ამ ხელა და არ მიდის არ და უცბად აი ამ ხელა ხო გვაქვს ჯერ ამ ხელა სიცოცხლე გვაქვს ხო აი ხო პატარა უცბად სკუპდა აღარ ხარ ცხოვრება სინათლეს გავს შეიძლება იმიტომ რომ შეიძლება წამში ჩაქრეს ნუ და რაღაცა მოგივიდა ხო შეიძლება წამში ჩაქრეს ბაი მე დაემშვიდობები ამ ცხოვრებას ჩახვაშავ მიწაში აი რა არის აი სისულელი ხო არის აი რატომ ღმერთმა ხო დაამარცხა სიკვდილი ხო რატო ხო კვდებიან ხალხი თუ დაამარცხა იმიტომ კვდებიან ხალხი რომ იმას ევას რო ვაშლი არ ეჭამა ესე ტანსაცმელიც არ გვეცმეოდა და უკვდავები ვიქნებოდით თვალები ახოული არ და სრულიად ბრმები ვიქნებოდით ხო ვერაფერს ვერ დავიხავდით და ტანსაცმელიც არ გვეცმებოდა წესით ვაშლი ჭამა თუ რა ვიცი ვაშლი ჭამაო და ლეღვია შეიძლება მარხვაზეო ლეღვია შეიძლება ეგ ვინ დაასკვნა ზოგადად თუ ვაშლი ჭამა ლეღვი რატო არ შეიძლება ვაშლი არ ჭამა ლეღვი ჭამა აი წარმოგიდგენია როგორი უკიდეგანოა ის რა ქვია აი ის რა ქვია სწმენა რა აი ვერ გაიგებ მაინც ბოლომდე ვერ ჩაწვდები რა ბოლომდე ვერ ჩაწვდები რა ხდება და როგორ ბოლომდე სასულიერო პირმაც არ იცის რა ხდება და როგორ არის და ძალიან დიდი მადლია რომ წმენა გწამს უფლის რო გწამს და არ ვიცი მაგაზე დიდი ბედნიერება და კარგი არაფერი არ არის რომ უფლის
გწამს და უფალი ზედმეტად არავის არ იმარშვევი ავნებ და არაფერს არ უკეთებ მაგრამ უნდა ცუდად არავინ არ უნდა მოიხსენიო და არავის არ ცუდი არ უნდა გაუკეთო რა ყველას სიკეთე მიეცი ღმერთო რა 30-ზე ვარ და ვეწყობ თქნარება უფლის გარეშე არაფერი არ ხდება ერთი ფეხის გადადგმაც აი ესე ნაბიჯიც არ ხდება უფლის გარეშე და უდიდესი დღესასწაულებია ეს კვირამდე ძალიან უდიდესი დღესასწაულია კვირა ცხოვრებამდე მე კვირასაც შეიძლება ასაცებლობზე გადასვლა ხო? კვერცხი უნდა შეღებო იგივე დახტკომა არა კვირა 4 იმას შაბათს უნდა შეღებო და კვირა ცხოვრობა ერთი სამ ტყიოდეს აქანაი არ ვიცი გაჭრილი მაქვს აი ესე მაქვს რაღაცა თვითონ ეს ტუჩის და იონში გადამული რომ გაგიჭრესო რა მე ენა მაქვს დამწვარი რომ დაგიწვა კაცო ენა რომ დაწვა ცხელი არაფერი მიჭამია რაღაცამ დაგიწვაო და რამ დამიწვა ცხელი არ მიჭამია და არ დამილევი არაფერი თან ესენი მიუჟუა ეს ორი ეს კვილები რო ვიცი ისენ ტკივა რო რა იცი რამდენიმე ადამიანი გაუშვი რომ იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაცები დაწერეს რა დაწერეს მაგნაირი კაცო აი რატომ აი თქვა სიტყვაზე ავიღოთ ხალხო ესეთი წმინდა დღესასწაული მოდის არის უფლის სადიდებელი ის მოდის და კიდე შენ მოდი ხარ და ვიღაცას სიცუდეს უწერ აი რატომ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ დროს არ შეიძლება იგეთი რაღაცა მე იმას კი ზოგადად არ შეიძლება ადამიანებმა რომ იგეთი რაღაცები გავაკეთოს ხო მაგრამ ესე წმინდა დღეს და დღესასწაულს ხო მაინდა-მაინც რატო ლაპარაკობ კიდე მაგნაირებს და წერ არ მინდა რომ იმას აქვნა რა ქვია ყურადღება გავამახვილო ამაზე ამ დღეს ისეთი დღეებია ამიტომ გავუშვი არ შეიძლება უბრალოდ თავში ქვაუხლია კიდე ესეთი სიცუდე ნორმალურობა ამ სუფთა დღეს წმინდა დღეს როგორ შეიძლება ამერიდან საერთოდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ არა მოვა დამბლოკი მოაშორე დავბლოკავ წავშლი კომენტარს ამის მერე საერთოდ აღარ ამოვიღებ ამ ყველაფერზე ხმას არა არც კი მაინტერესებს მაგათი ფიქრები და მაგათი ისინი ისევ თვითონ დაუბრუნდებათ რასაც აკეთებენ არ გაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს არც ისე კიო მიუტევეო ადამიანმა უტევეთ ჩვენ იმიტომ რომ პასუხს არ გავცემთ პასუხს არ გავცემ იმიტომ რომ აზრი არ აქვს ჯერ საუბარს და იმას რა ქვია ნერვების შლას საერთოდ აზრი არ აქვს მეც მეორე ჩემ თავს ვცემ პირველ რიგში პატივს და აი მაგათნაირ ადამიანებს საერთოდ ადამიანების დონეზე არ დავეშვებ ამის ვერ ეგრე გავაკეთებ მსგავსოები ხალო რა სიტყვებს აღარა წერენ გადავიდე რა
აზრად რატომ რალიანების პატრონები არიან და მაგიტო როგორც ჩამყაყებული და ჩასვლილები და ისინი არიან ყრალიანის პატრონები ისეთი ცხოვრება ბოხნის ბუკეტები როგორ კეთებდი რაღაცებს ალბათ მაშინა თუ ვენოკი დაგალაგეთ გულზეო ერთმა თქვა ვენოკიც დაგალაგე და ყვავილებით დაგალაგე ზეთ და მიწა დაგაყარე კიდე ზემოდან ვენოკი შენ დაიდგი შენ აღჭირდება შენი ვენოკის დადგამა თავქვეშ ზალაში დაწექი და თავქვეშ სანტელი დაიდე კიდე არ ვიცი და რაც შენ დაწერე მოგიბრუნდეს ეგრევე მოუბრუნდება გიორგი მოგიბრუნდება დაიცადე მოუბრუნდება ბუმერანგივით მოგიბრუნდება და კარმას საერთოდ ვერსად ვერ გაიქცევი გინდა კარმა იყოს და უფარს ვერ გაიქცევი გიორგი კარმა ზოგადად კარმას ღმერთი ქმნის ხო ვერ გაიქცევი ვერავინ ეგეთი ადამიანი ვერ გაიქცევა ვერასოდეს ჯერ ეგეთი მთელი სოფლიო ცოდვიანი ვართ ადამიანი უცოდველი არ არსებობს რაღაცა ელემენტარულ რაღაცა ცოდვა შეიძლება გააქვს მაგრამ აი ესეთი უმსგავსო ჯერ ეგეთი რატომ შეიძლება ახლა თქვა სიტყვაზე მე ცოტა წლოვანი ვარ და რაღაცა ელემენტარული ახალგაზრდა ადამიანი შემოდის თქვა და გესაუბრებათ რაღაცას აკეთებს რაღაცას იმაშო აი რატომ უნდა გქონდეს ბავშვის აი ბავშვია გიორგი ახლა ყველასთან ბავშვია ზოგთან ხო ელემენტარული რატომ უნდა გქონდეს ეგეთი ადამიანს აზრად რომ იმ ადამიანს ვიღაცას დაუწერო შენზე ბევრად პატარა შვილის ტოლა ადამიანს რომ დაგაყარე თან ისაო რა ქვია აი რა არის თან აქ ხო დავბლოკე მე Facebook-ს მოწერა გადავედი იმაში რა ქვია კომენტარებში და ემაგ ხელა ქალი ხარ ან შვილი არ აყავს ან შვილი არ აყავს რას მისიხარ და რას რეიბს ლაპარაკობ ემაგ ხელა ქალი ხარ ბებიის ტოლი ქალი ხარ ხო ხო და ეგეთებია და მარტო ჩვენ ახალგაზრდებს კი ნუ ვასწავლით იმას რა ქვია ზრდილობას და იმას ზრდილობა უფროსებმა იგონიეთ ემაგ ხელა ქალი რო შემომივარდი და რაღაცებს ვიცე თან იწყევლები როგორი დღეს ასწავლია ხო დაწყეული თვითონ არის დაწყევლილი შენ თვითონ ხარ გეტყობა და ღმერთმა ჯვარი დასწეროს და შავები გაცვია გეტყობა რომ გარდაცვლილი ყავს ვიღაც და არ შეიძლება ამის მერე გიორგი არსებობ არანაირი არაფერი არ თქვა არც გულზე მოიხვედრო საერთოდ დავბლოკავ ამის მერე არც გულზე მოიხვედრო მიწა მალე დაგეკრა არაფერი არ თქვა არც მიწას დაყრა არ უნდა უფალი მოსთხოვს მაგას პასუხს ჯერ ეგეთი ცოდვიანი რომ არის რომ მარტო ტვინში მარტო დაწერა არ არის ერთი რომ გაიფიქრო ელემენტარულ რაღაცა ხო ისიც ცოდვაა და ადამიანს ეთყობა რომ თავზე